ერთი ვიდეო მინდა გაჩვენოთ ტაძრებთან დაკავშირებით. რამდენიმე ადამიანმა მკითხა ტაძრებთან დაკავშირებით, აბა დავანგრიოთო ეს ტაძრებიო? როდესაც საუბარია იმაზე, რომ ღმერთი ამბობს, რომ მე არ უმკვიდრობ ხელქმნილ ტაძრებშიო და აი აგერ ხშირად ღმერთის წერილიდან ეს გამიჟღერებია. ხშირად მithქვამს ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანმა იკითხა, აბა დავანგრიოთ ეს ტაძრებიო, რაც საქართველოშია, არის ხო, ბევრი ტაძარია საქართველოში და მათ შორის არის ესეთი დიდებიც არის ხო, გამორჩეულები, ასე ვთქვათ. და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მკითხა ეს ტაძრები რო გვაქვს, აბა რა ვქნათო, დავანგრიოთო და მე მინდა ერთი ვიდეო გაჩვენოთ. ამასთან დაკავშირებით ეს მარტო საქართველოში არ არის, რომ მოსახლეობა თავს იწონებს ამ ტაძრებით. არის აგერ მუსულმანურ ქვეყნებში მეჩეთებით იწონებენ თავს. ასევე იქით კათოლიკურ სივრცეში კათოლიკური ტაძრებით იწონებენ თავს. ინდუისტურ და ბუდისტურ სივრცეშიც იქაც არის, ასე ვთქვათ, არქიტექტურულად სიმეტრიული და გარკვეულად რაღაცა ლამაზი შესახედავი არქიტექტურული ტაძრები. ბუდიზმში, ბუდისტებთან აგერ, ინდუისტებთან, აი ისინიც იწონებენ თავს აი ამ ტაძრებით. და საქმე ამ ტაძრებში კი არ არის. საქმე არის თვითონ არასწორ დამოკიდებულებაში და ღმერთთან არასწორ ურთიერთობაშია საქმე. და მე მინდა ახლა გაჩვენოთ ერთ-ერთი ძალიან ისეთი ღირს შესანიშნავი, ასე ვთქვათ, აი რო იტყვიან ხოლმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თაჯ-მაჰალი, აი როგორი არქიტექტურული ძეგლია, ასე ვთქვათ, არქიტექტურული შენობა ნაგებობა, რომლითაც ასე თუ ისე თავს იწონებენ იმ ქვეყნის მოსახლეობა, სხვა იქ ვინც არიან და ეს ტურისტული თვალსაზრისითაც გამოყენებადია, მრავალი მნახველი ჩადის და ასევე აქედან დიდი სარგებელი აქვს, ხო, ეკონომიკური. ამიტომაც არის, რომ ასე ვთქვათ, აი ჩვენ თუ გვინდა რომ სწორი შეხედულება, სწორი სწავლება ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ უნდა გამოვეკიდოთ აი იმას, რა ქვია, ესე იგი, ლამაზია თუ არ არის ლამაზი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ღმერთი რას გვასწავლის ამასთან დაკავშირებით და ჩვენი რწმენა უნდა მივაწებოთ თუ არა აი ამ ტაძრებს. თავარი ეს არის, თორე სხვა მხრივ გინდა ტაძრები დაანგრიეთ, გინდა ნუ დაანგრევთ. ამას რწმენისეული თვალსაზრისით, ან თქვენ არც რამე მოგემატებათ, არც რამე დაგაკვდებათ. აი შეიძლება იმ ადამიანებზე ვთქვათ, რომ ვთქვათ, აი ვინც ვთქვათ, ესე მიწებებულია ამ ტაძრებზე, იმ ადამიანს რომ ეს ტაძრები პირდაპირ დავუნგრიოთ, ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება ამ ადამიანმა იფიქროს, რომ აი ჩემს რწმენას ებრძვიანო და რაღაცაო, ხო? საქმე იმაშია, რომ ჯერ ეს ტაძრები თქვენ უნდა დაანგრიოთ თქვენს თავში და შემდგომ ამ ტაძრებს მოენახება თავისი ადგილი. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ აი ეს თაჯ-მაჰალის გრანდიოზული შენობა ნაგებობა, რომელიც არანაკლებ რაღაცა სილამაზით, ასე ვთქვათ, არანაკლებია ვიდრე საქართველოში აგერ აქ. სვეტი ცხოველს რო ეძახიან, ალავერს რო ეძახიან და სხვა ტაძრებს. ახლა მე ემოციების ზღვაში ვარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ყველა მივხვდით, მაგრამ ინდოეთის და არა მარტო ინდოეთის, მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი საოცარ შედევრს არის თაჯ-მაჰალი. ამობენ და ლეგენდა მოგვითხრობს, რომ შაჰ-ჯაჰანი, რომელიც უზომოდ იყო თავის მეუღლეზე შეყვარებული და საინტერესოა თვითონ ფადიშაჰი იყო, მოგოლთა იმპერიის ერთ-ერთი დიდი მმართველი, ერთი უბრალო წრიდან გამოსული ქალი შეიყვარა. 17 წელი იცხოვრეს ერთად, 13 შვილი ეყოლათ და მე-14 შვილი. როდესაც უნდა გაეჩინა მის მეუღლეს, ეს საბედისწერო გამოდგა და ამ მშობიარობას გადაყვება მისი საყვარელი მეუღლე და იმდენად უყვარდა თავისი მეუღლე, როგორც გითხარით, რითი უნდა უკდავყო ამაზე ფიქრობდა და
სიზმრად ნახა რომ ააშენე ისეთი ნაგებობა რომლის გავსით არავის არ ეხება მანამდე აშენებული 1630 წელს დაიწყო გენიალური კნილების შენება 500-მდე არქიტექტორი ერთი გენიალური არქიტექტორის ხელმძღვანელობით შრომობდა ყოველ დღე 22 წელი გაგრძელდა შენებლობა 20000-ზე მეტი მუშა მოღვაწეობდა და საბოლოოდ დღევანდელი გამოთვლებით დაждდა 10-დან 20 მილიარდამდე დოლარამდე და საბოლოოდ აი სახე მიიღო 1653 წელს აი ეს თეთრი მარმალოს უზარმაზარი ნაგებობა და ამობე რომ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დიდი მონღოლების ფადიშახს არ გაუღიმიაო და მხოლოდ ერთადერთ ხელ ახთოვანდა როცა ყველაფერი გასრულდა და ამ სახით იხილაო მაგრამ მაშინ დაიჭირდა ვაითის ხვასაც აუშენოსო და რაღაცით გავს ჩვენი კონსტანტინე გამსახურდიას გმირის დიდოსტატის აი ზულებას რომ იმდენად მოეწონა ვაითის ხვასაც აუშენოს და თავარ არქიტექტორს ორივე ხელი მოყვეთა და ყველა არქიტექტორი დასაჯა ყველა მუშა ხელის მოყვეთით აი ეს გაზა აუცეს ტაჯ-მაჰალი ეს არის ინდოეთის ისლამური კულტურის ინდოეთის ინდუსტრიული ქვეყანა უმეტესობა მოგეხსენებათ მაგრამ ისლამური კულტურის შედევრი და დღეს ის იქნება მსოფლიოს იუნესკოს მემკვიდრეობის ერთ-ერთი გრანდიოზული ეს არის ნაგებობა რომელიც აუცილებლად ნახოთ ოღონდ ჩვენ ყველამ უნდა გვიცნოს ვინა ვართ რომელ ქვეყნიდანა ვართ ამიტომ საზღვარზე გადავდივართ თუ არა გვაცვი აუცილებლად ქართულ დროშიანი მაისურები საოცრებაა ტაჯ-მაჰალი მაგრამ ჩემ საქართველოს მაინც ეჯობია მაგრამ თქვენ მაინც ნახეთ სამწუხაროდ შეგიძლიათ საუბარი არ შემიძლია იმიტომ რომ იგრძალება ვიდეო და გადაღება სწრაფადაც საუბრობ რო დრო ცოტა გვაქვს დანარჩენს გზა და გზა მოგიყვებით იმოგზაურეთ ბევრი ბიბლიაში არის ერთი ძალიან საინტერესო ადგილი ღვთის წერილში არის ასეთი ადგილი როდესაც უფალი იესო და მისი მოწაფეები ტაძართან იმყოფებოდნენ იერუსალიმის ტაძარზე ლაპარაკი აქვს და არა რომელიმე სხვა ტაძარზე. როდესაც ისინი იერუსალიმის ტაძართან იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მოწაფემ მას უფალს უთხრა, რომ შეხედე უფალო რა ქვებიაო, როგორი შენობებიაო და ესე იგი ამ სილამაზით იყო განცვიფრებული ეს მოწაფე და იესო ქრისტემ ასეთი რამ უთხრა, რომ ესე იგი აქედან ქვაქვაზე არ დარჩებაო. ყველაფერი დაინგრევაო, აი ესე იგი ეს ტაძარიო რაც არის აი ასეთი დიდი და ლამაზი, რომლითაც განცვიფრებული იყო ეს მოწაფე. უფალმა იესომ თქვა, რომ ეს დაინგრეოდა. ეხლა ამას რატო ვიძახი იცით, რომ რატომღაც დღესაც ბევრს გონია თუ ნაკლებს არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ გონიათ, რომ ის იერუსალიმის ტაძარი, სადაც იესო დადიოდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა და თქვა, რომ ეს მამაჩემი სახლიაო და რაღაცა ბევრს ისევ საკმაოდ ბევრს, იმიტომ რომ აგერ ჩანს ეს, რომ გონიათ, რომ ეს ტაძარი არის პირდაპირ პროპორციული საქართველოში აშენებულ ტაძრებთან და გონიათ, რომ აი იესომო ტაძრიდანო ვაჭრები გამოყარაო და ამიტომ აი ჩვენცო საქართველოს ტაძრებიდანო ვაჭრები უნდა გამოყაროთ და პირდაპირ ესე იგი აიგივებენ, რომ ის რომ ნამდვილად მართლაც იერუსალიმის ტაძარი ნამდვილად ტაძარი იყო და აგერ იესო მამამისის სახლს უწოდებდა მას, რატომღაც გონიათ ადამიანებს, რომ აი საქართველოში რო ტაძრებია, აი ესენიც ღვთის ტაძრებია და აი აქაც თუ რამე არასწორი ხდება, აქედან ის უნდაავლაგმოთო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ესეთი რაღაცა ძალიან ზედაპირული მიდგომები, რაც საქართველოში მე დავინახე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ესე იგი არიან ადამიანები, რომ არ უნდათ გაანძრევა ესე იგი თვითისა, რომ ეს მთელი ბიბლია ისწავლონ თავიდან ბოლომდე, ესე იგი პირველი ფურცლიდან მოყოლებული ბოლომდე ისწავლონ და გაიგონ რეალურად ღმერთი მთლიანობაში რას გვასწავლის და არ გქონდეთ აი ასეთი რაღაცა ფრაგმენტალური ინფორმაციები, რომ აი რადგან იესომ იმ დროს იერუსალიმის ტაძრიდან მოვაჭრეობა ალაგმა თითქოს და ესე იგი ტაძრები საჭირო ყოფილა და თითქოს და აი საქართველოში რომ
ტაძრებია, აქაც ჩვენ უნდა ვიყოთ და ოღონდ არ უნდა იყოს მოვაჭრეობა და სულ პატიოსნება უნდა იყოს და რაღაცა. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ ის იერუსალიმის ტაძარიც რო აშენდა, იმას სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ის იერუსალიმის ტაძარი იყო მსოფლიოში ერთადერთი და ბევრმა ესეც კი არ იცის, რომ იერუსალიმის ტაძარი იყო მსოფლიოში ერთადერთი და არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ სხვაგან აეშენებინა რაიმე ტაძარი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ სხვაგან ტაძარი აეშენებინა და ეს ბრძანება და ეს მითითება დღესაც ძალაშია, დღესაც მოქმედებს, ესე იგი, დღესაც არავის აქვს უფლება იმისა, რომ სხვაგან ააშენოს ტაძარი. ესე იგი, საქართველოში რო ეს ამდენი ლამაზი ტაძარი ააშენებული და ზოგი ლამაზია, ზოგი ნაკლებად ლამაზია, ხო ეს გააჩნია რა მასალით არის აშენებული და როგორ არის და სიმეტრიები ასე თუ ისე ყველა ტაძარზე დაცულია და გარკვეულწილად ეს სიმეტრიები აძლევს ტაძარს ფორმას და სილამაზეს, ხო? ესე იგი, ეს ამდენი ტაძარი რო აშენებული, ხო უნდა ვიცოდეთ ის, რომ ამ ტაძრების გაიგივება არ შეიძლება იერუსალიმის ტაძართან და უნდა ვიცოდეთ ის, რომ სხვაგან, ესე იგი, ეს ტაძრები რო აშენდა, ამის უფლება არ ჰქონდათ ამშენებლებს. და ზოგადად, ესე იგი, არავის აქვს უფლება იმისა, რომ რაიმე შენობას, აი რაც საქართველოშია, დაარქვას ღვთის სახლი, იმიტომ რომ ეს იმთავითვე ღმერთისგან არის აკრძალული, ღმერთმა იმთავითვე ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველის პირით თქვა ეს, რომ ესე იგი ცატახტია ჩემი და მიწა ჩემს ფეხთა სადგამიაო და სად არისო ის ადგილი, სადაც მე სახლს მიშენებთო, ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივეო და ასე გაჩნდაო და ესე იგი მე არ მჭირდება თქვენი ხელით აშენებული სახლიო და ჩემი დასავანებელი ადგილიო. ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველის დროს თქვა ღმერთმა ეს და აგერ ბიბლიაში ღმერთის წერილში ესაია წინასწარმეტყველის 66 თავში წაიკითხეთ პირველივე მუხლებში. ამავე დროს აგერ პავლე მოციქული, ვინ იყო ეს პავლე მოციქული? ეს იყო იესო ქრისტესაგან დადგენილი მოციქული, რომელსაც მსოფლიოში სხვადასხვა ადამიანებისთვის, სხვადასხვა ხალხებისთვის უნდა ეკადაგა ღვთის სახარების შესახებ. ესე იგი, აი ეს სასიხარულო ამბავი უნდა ეკადაგა იესო ქრისტეს შესახებ, ცოდვისგან გამოსყიდვის სახარება უნდა ეკადაგა, ხო? რომ იესო ქრისტე არის ცოდვისგან გამომსყიდველი და აუცილებელია მის დამიერ რწმენა. და პავლე მოციქულმა უქადაგა ბერძნებსაც ქალაქ ათენში. ქალაქ ათენში მრავალი ტაძარი ჰქონდათ ბერძნებს აშენებული და პავლე მოციქული როცა მათთან ჩავიდა ბერძნებს უქადაგა, რომ ღმერთი სამყაროს შემომქმედი უფალი, ესე იგი, ვინც შექმნა სამყარო, არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებშიო. აი ეს არის დღესაც არის ეს ქადაგება მნიშვნელოვანი, აქტიური, აი აგერ თქვენ შეგძლიათ ეს ქადაგება წაიკითხოთ ღმერთის წერილში, ახალი აღთქმის ნაწილში, მოციქულთა საქმეების მე-17 თავში. აი ამიტომაც არის, რომ ეს ტაძრები, რომლებიც ასე ვთქვათ, აი თქვენთვის რაღაცა მიმზიდველია, ლამაზია, ფოტოებს რო იღებთ და ერთ ამბავში ხართ და რაღაცა ეს კულტურული მემკვიდრეობა, რაღაცა რწმენასთან აწებებთ აი ამას, ამ ტაძრებს არავითარი კავშირი აქვს რწმენასთან და არავითარი კავშირი